საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება 101 მილიონი ლარით. მინდა რომ გავუქმდეს, მიჩვენია რომ გავუქმდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ზოგადად არის უკეთ ინფორმირებული, ვიდრე კერძო ტელევიზიების მაყურებლები არაერთ ქვეყანაში. ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც აქ მოვა, BBC-ს მომწყობი აქ არ იქნება. თავიანთი შიდა მონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებული არის. ერთი ქალაქის რჩენა შეგვიძლია, ან მაგალითად ხაშურის ბიუჯეტის გასამაგება შეგვიძლია, გაუთხმაგება შეგვიძლია. მე ეგეთი მოწყობილი სტუდია ცხოვრებაში არ მაქვს. ავტორიტარულ რეჟიმებში არათუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად არაფერი სახელმწიფო არ ფუნქციონირებს. მირჩემი ეგ მექანიზმი ეგ არ არსებობს, ვიდრე ეგ არ არსებობდეს და მე იმედი მქონდეს, რომ იმას კარგად გამოიყენებენ. ან ასე შემდეგ. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანა ყაულაშვილი, თქვენ უყურებთ გადაცემა კამათობას. ეს არის დებატების რიგით მესამე ეპიზოდი, რომელიც გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე მის მინეს YouTube პლატფორმაზე. შეგახსენებთ, რომ ეს არის სივრცე ახალი სახეებისთვის, სადაც ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი ადგილი, ძველ თუ ახალ სახეებს შეეძლოთ მოსვლა, ეს იქნება პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც მოვა, დაჯდება, თავის აზრს გააჟღერებს და შეიძლება მისი არგუმენტირებულად დაცვას მოწინააღმდეგის პირისპირაც თავის მხრივ ადამიანებს შეუწყობს ხელს, რომ რიგი საკითხების მიმართ აიმაღლონ ცნობიერება. ამ იდეის განხორციელებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა, საქართველოს უნივერსიტეტმა. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. ასე რომ თუ თქვენც მოგწონთ ჩვენი იდეა, ჩვენი ფორმატი, აუცილებლად დარჩით ჩვენთან, გვიყურეთ ყოველ ორშაბათს 22 საათზე, ასევე დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოვყევით Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. დღევანდელი თემა, როგორც სხვა თემებიც, არის ძალიან საინტერესო. ვინაიდან დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი თემა არის აქტუალური, შევჯერდით ერთ-ერთ მათგანზე. ეს არის პირველი არხის არსებობა, არარსებობის საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით მოვიყვანეთ ძალიან საინტერესო სტუმრები და ჩვენთან არიან დღეს ცოტნე კობერიძე და გოტა ჭანტურია. ცოტნე ძალიან მოკლედ რომ გაგვიმხილო შენი პოზიცია პირველი არხის საკითხთან დაკავშირებით, ეთანხმები მის არსებობას თუ გირჩევნია რომ გაუქმდეს? მინდა რომ გავუქმდეს, მიჩვენია რომ გავუქმდეს ეს პოზიცია. მაგ დიდი ხანია, უფრო იდეოლოგიურად ამ წელს უფრო კიდან მათ შორის რა უყურებ სიტუაციას და პრაგმატულად რა არხია, იქიდან გამომდინარე და თვლი რომ კი გასაუქმებელი. მადლობა, გოტა. ცხადია, მე ვემხრობი იდეას საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის შესახებ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს კონკრეტულად ეს სერია დებატების, რადგან რამდენადაც მე ვიცი, ცოტნე არის ძალიან მარჯვნივ პოლიტიკურ კომპასზე და გოტა არის ძალიან მარცხნივ, შესაბამისად ამ კონკრეტულ საკითხზე აბსოლუტურად განსხვავდება მათი დამოკიდებულებები, ამიტომ პირადად ჩემთვის იქნება ძალიან საინტერესო მოსასმენი, როგორც მსმენელის ამპლუაში, არა მხოლოდ წამყვანის. მე ძალიან მოკლედ შეგახსენებთ თამაშის წესებს და მაყურებელსაც გავაცნობ, ვინც არ იცის, პირველ რიგში გვექნება 5 წუთიანი შესავალი სიტყვა, სადაც შეგეძლებათ თქვენი აზრის დაფიქსირება და მისი არგუმენტებით გამყარება. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი საერთო დისკუსია, სადაც არ გვექნება დროის რეგლამენტი, ყველას ორივე შეგეძლებათ რომ ისაუბროთ, შეეპასუხოთ ერთმანეთს, ჩაეჭრათ ერთმანეთს, რიგ მომენტში შეიძლება მეც დამჭირდეს ჩემი აზრის გაჟღერება. შემდეგ გვექნება 10 წუთიანი კითხვა-პასუხის რეჟიმი, ეს იქნება კითხვა ჩემი მხრიდან წამოსული, თამაშის განმავლობაში რა კითხვა შეიძლება გამიჩნდეს, თუმცა აქ არის აღსანიშნავი ის, რომ მაგალითად თუ ცოტნეს დაუსვამ კითხვას, შენც გექნება შესაძლებლობა რომ შენი აზრი დააფიქსირო, რა თქმა უნდა, თუ დროში შეგვეძლება ამის ჩატევა, რადგან უფრო პრიორიტეტული იქნება ის ადამიანი, რომლის მიმართაც იქნება კითხვა განხორციელებული, დასმული და ბოლოს გვექნება 2 წუთიანი საბოლოო შესაძამებელი ეპიზოდი, სადაც თითოეული თქვენგანი შეჯამებთ დებატს და მთავარი წესი არის ის, რომ უნდა გააგოროთ კამათელი, იმისთვის თუ გავიგოთ ვინ დაიწყებს თამაშს. 1 და 5 ცოტა გაგირთულდა საქმე, დიდი ალბათობით გოტა იწყებდა ისედაც
სანამ უშუალოდ თამაშზე დავიწყებ, მე ძალიან მოკლედ განვიხილავ კონტექსტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი, რომელიც უკვე მიმდინარეობს თითქმის მე-7 თვეა, არის საკმაოდ ძლიერი განაცხადი იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა არსებობდეს. ეს ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მიდიან საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და შემდეგ პროტესტს აგრძელებენ რუსთაველზე, ამ გზას გადიან ფეხით, ესე ჯიუტად, მათ რა თქმა უნდა სჯერათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის ძალა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ხალხისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჯანსაღი. დღეს თან ხვდებით, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ჯანსაღი, არ არის დამოუკიდებელი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე საკმაოდ პოზიტიურად ან ნეიტრალურად იყო განწყობილი სხვა პოლიტიკური პარტიების სუბიექტებს, არჩევნო სუბიექტების მიმართ, მაინც 61% დაახლოებით მათი რეკლამების მიდიოდა ქართული ოცნების გაპიარებაზე, ასე რომ ვთქვათ, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მიკერძოებული, თუმცა აქ დაუშვათ ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჯანსაღი ორგანო, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომლისთვისაც თავის დროზე შეიქმნა და ამ ჭრილში ვიდებატოთ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აქვე დავამატოთ ის, რომ ამ სიჯანსაღის პირობებშიც საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება 101 მილიონი ლარით, ახალი გამოთვლებით ყოველ დასაქმებულ ადამიანი გამრავლებული 64-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული დასაქმებული ადამიანის ჯიბიდან ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს 64 ლარს. აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით მინდა რომ დავიწყოთ დებატი. გოტა, შენი თქვენის ნებართვით. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო ფორმატი არის და ვისურვებდი, რომ ასეთ ფორმატები იყოს ბევრი, იმიტომ რომ რაც პრინციპში ამ პერიოდში ნახეთ და გვაქვს, ეს არის რომ სრულიად დაცლილია ჩვენი მედია სივრცე ამ ტიპის დებატებისგან, ხო, რამაც პრინციპში მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. ეხლა რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ანუ პირველ რიგში რო ვთქვათ, ეს არის არა მხოლოდ ტელე, არამედ რადიო მაუწყებლობა, ანუ ორგანიზაცია, რომელიც გეთანხმებით ფინანსდება ჩვენი გადასახადებით და ემსახურება ხალხს. ხო, ანუ მისი ამოცანა არის ერთი, რომ ინფორმირება, მეორე განათლება, ანუ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება და მესამე ეს არის გართობა. თუმცა, აქაც ვთქვათ, გართობას ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი აქვს, ვიდრე ვთქვათ, განათლება იქნება ეს თუ ინფორმირება, ხო? ზოგადად ვთქვათ, დემოკრატიისთვის მედია არის უნიშნელოვანი. თავისუფალი დამოუკიდებელი მედია არის უნიშნელოვანესი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ვთქვათ ჩვენს მით უმეტეს ამ პერიოდში, როცა ვსაუბრობთ, რომ ვთქვათ ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი რაღაცა დასახული მიზანი, რო შევხედოთ ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებს, იქაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საკმაოდ ძლიერი, ხო, ეს იქნება მაგალითად BBC დიდ ბრიტანეთში თუ ARD ვთქვათ გერმანიაში, რომელსაც საკმაოდ საინტერესო მოწყობა აქვს, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენს იქიდან გარკვეული გამოცდილებები ავიღოთ, ხო? და განსხვავებით, ხო, მით უმეტეს ვთქვათ, აი დღევანდელ ჭრილში ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, ვთქვათ, თუ წარსულში, ვთქვათ, აი BBC, როდესაც შეიქმნა, პრაქტიკულად ეს იყო ერთადერთი და წამყვანი, ასე ვთქვათ, მედია საშუალება, დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი, ხო? ანუ არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, არის ვთქვათ, აგერ თქვენი ტიპის ორგანიზაციები, ასევე ვთქვათ, კერძო ტელევიზიები, ხო? და განსხვავება, ვთქვათ, კერძო ტელევიზიებისგან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ის, რომ ის ემსახურება ხალხს, ხო, ანუ საზოგადოებრივი ტყუილა არ ქვია და ვთქვათ, ეს 64 ლარის სიმართლე რო გითხრათ, მე არ მქონდა დაანგარიშებული, მაგრამ ესეც ვთქვათ, არ არის ის დიდი თანხა, რომ ვთქვათ, საზოგადოებას თავის ტელევიზია ჰქონდეს და ვთქვათ, ის არ არის ორიენტირებული აი სენსაციურობაზე, ხო, რაც დღეს გვაქვს, ხო, და არც ვთქვათ, კომერციული ინტერესი არ აქვს და აი თქვენ რაც თქვით, ხო, რომ იდეაში პოლიტიკური და კომერციული ინტერესისგან ის არის დაცლილი და მთლიანად უნდა ემსახურებოდეს ხალხს და აი ჩვენს ტელევიზიებსაც თუ გადავხედავთ, აი მართლაც ვთქვათ, რომ შეხედოთ, შეიძლება აშუქებდეს რაღაც, არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, მაგრამ აშკარად ატყობ, რომ აი სენსაციურობის მომენტი აქვს თავისი რაღაცა მუსიკით, დაძაბული ტონით და ასე შემდეგ, ხო და ეს ამისგან ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დაცლილი და ნიშნის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, რომელსაც შეიძლება ვთქვათ, პირდაპირ რეიტინგი, თანხა
ფინანსები არ მოჰქონდეს, ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, თქვათ, იორმუღალოში ეხა წყლის პრობლემა რო აქვს მოსახლეობას, ეს შეიძლება კერძო ტელევიზიისთვის, რომელსაც თქვათ თავისი კონკრეტული შემომწირველი ან დაფინანსებელი ყავს, არ იყოს საინტერესო, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებლობას აქვს ვალდებულება, ანუ ჩვენ მას როგორც საზოგადოება ვავალდებულებთ, რომ სოციალურ ინტეგრაციას მათ შორის და ერთმანეთის პრობლემები გაგვიზიაროს და ხელი შეუწყოს. ხო, ანუ მე უნდა მითხრას თქვენ შესახებ, თქვენ უნდა გითხრათ ჩემ შესახებ და ეს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება არის. და აქ მოსვლამდე აი რამდენიმე ხა მე მედია მკვლევარი არ ვარ, ხო, და თქვათ არც მედია ანალიტიკოსი, აი ბოლო 200 დღეა თუ მეტი ვარ ჩართული ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტში, თუმცა ცხადია ორგანულად ამ იდეის მხარდამჭერი ვიყავ, მაგრამ რამდენიმე მტკიცებულება ამოვიწერე. პირველი რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ზოგადად არის უკეთ ინფორმირებული ვიდრე კერძო ტელევიზიების მაყურებლები არაერთ ქვეყანაში. მეორე რომ უფრო ხშირად ღებულობენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას, ნეტ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო სერიოზულ პოლიტიკურ თემებს, ვიდრე თქვათ აი სენსაციურობას, რაც ვახსენე და ნაკლებად არის თქვათ რეიტინგებზე, სერიალებზე, ასე შემდეგ ამაზე ორიენტირებული და განათლების კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. ხო, სხვა შორის ჩვენც გვაქვს ეს გამოცდილება, რომ პანდემიის დროს მაგალითად ტელესკოლა ფუნქციონირებდა, მაგრამ BBC-საც თქვათ არაერთი ცალკე არხი აქვს BBC-ს განათლების, ხო და ეს რაციონალი რა არის ამის უკან, ხო, რომ ის ზრუნავს მის საზოგადოების განვითარებაზე იმისთვის, რომ თქვათ ნაკლები ექსტრემიზმი იყოს, ნაკლები დაპირისპირება იყოს ერთმანეთში, დიალოგის სივრცე იყოს შექმნილი და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ყველა ამ მიზეზიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობას აქვს მნიშვნელოვანი დანიშნულება, მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ბუნებრივად თანხმდებით, რომ თქვათ ისეთ ვითარებაში, სადაც რავი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არის ავტორიტარულ რეჟიმებში, არათუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად არაფერი სახელმწიფო არ ფუნქციონირებს. მადლობა. მე რამდენიმე კითხვა გამიჩნდა. შენს გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა ცოტნეს ჯერი არის და ვეცდები რომ მოწუთიანი დისკუსიაში შემოვაპარო ეს კითხვა და მივიღო პასუხი. კი ბატონო. ცოტნე, შეგიძლია დაიწყო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საინტერესოა პირველ რიგში რომ ესეთი საკითხი არსებობს, საერთოდ რაღაც მემარცხე და მემარჯვენე შუა პოზიცია იყოს და ისეთი მონატრებული ვარ, რომ ახლობელი მეჩვენება ადამიანი, ვისაც საერთოდ ამ ჟანრში არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც მეფის რევოლუციამდე პერიოდში ვართ ფაშაკოს, რომელთან მიმართებაში არსებობს პოზიცია, სადაც ხალხმა უნდა მე რაღაცა დაიჯეროს და ჩვენ რაღაცა ისეთ აძრევზე ვლაპარაკოთ. მაგრამ პირველი არხი გარდა ამისა, მაინც პოლიტიკურად აქტიურია, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია დღესაც, ეხლა აგერ ჩვენს წინ ადამიანია, რომელიც მის ცხოვრების რავი ნახევარს ხო ეხლა ატარებს იქ გასაპროტესტებლად და ამის ფონზე უკეთესი შენობა აქვს იმ ხალხს და ამასინად ვიყავი მაგათ ეთერში ერთი თვის წინ და მე ეგეთი მოწყობილი სტუდია ცხოვრებაში მაქვს ხო სასწაული იყო და ამის ფონზე მიწეს ეხლა ამ საკითხზე საუბარი. ნუ ხალხამდეც მე ზოგადად სახელმწიფოს კონცეფციის ჩემი ხედვა არის ხოლმე განსხვავებული, სასაც სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ამას მიმართებაში არგუმენტებს პირიქით ვითხოვ ხოლმე რა რატო უნდა აფინანსებდეს და მე რატო მაქვს ამ მტკიცებული არ უნდა ფინანსებდეს, იმიტომ რომ ისედაც ხალხის ფულია, ანუ მტკიცების ტუტში და პირიქით გრძნობ ხოლმე, რომ აქეთ ძალიან უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მას დაფინანსება ჭირდება, თორე ის სერვისი არ იარსებებდა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გავსი ტიპის სერვისი არ არის, რომელსაც მივაკუთვნო იმგვარი ტიპის რაღაცა საერთო სიკეთის ან რაღაცა პაბლიკურად რაც არის ნიშანთვისებები, რომლის გამოც ის საჭიროებს იმ პროცედურის დაფინანსებას, რასაც რედისტრიბუცია ქვია, რასაც ქვია რაღაც ფული აიკრიბოს ბიუჯეტიდან და მე ამ ფულით დაფინანსდეს. ჩემთვის ეს არ არის ამგვარი ტიპის სერვისი და თუ აქ მას რაიმე ტიპის თვისებები, რომელიც შეიძლება ამგვარი ტიპის სერვისად მივიჩნიოთ, თქვა როგორიც არის მაგალითად განათლება და შეიძლება ვფიქრობდეთ რაღაცნაირად ის რომ ის არის იმგვარი ტიპის სერვისი, რაშიც სახელმწიფოს მქონდეს საკუთარი როლი, განათლების კუთხით მე მგონია რომ დღეს ტელევიზია და ტელევიზორი არ არის რაღაცა ამ სერვისის ეფექტურად მომწოდებელი. ჩემი წარმოდგენით გაცილებით უფრო ეფექტურად ანაკლები ხარჯები და თქვა ის 100 მილიონი რაც შენახსენე იმგვარი ტიპის სერვისებზე რის გამოც შეიძლება პირველ არხი მოგწონდეს ან მას მოთხოვო, შეიძლება ცალკეულად ისეთი ტიპის პროექტები იქნას დაფინანსებული და საერთოდ არ იყოს საჭიროება მსგავსი ტიპის არხის არსებობის. ჩემთვის პირველ რიგში არის იდეოლოგიური ეს პროცედურალური სამართლიანობის პრობლემა
პრობლემა პროცედურა რითიც ხდება მსგავსი ტიპის არქის არსებობა რაც არის საბიუჯეტო დაფინანსება და გადასახადები მე თავისთავად ამასთან მაქვს ჯერ პრობლემა და ამის იქით მე უკვე გადავდივარ მეტად პრაქტიკულ და რაღაცა პრაგმატულად სადაც შეება ოპონენტზე ახლა ამ ნაწილში უფრო ნაკლებად ვიდო რომ ეგ არის თქვა შესაძლებელი ან ასე შემდეგ ჩემი აზრით ჩვენთან ტელევიზიის პირველი ნიშან-თვისება არის რაღაცათ მისი პოლიტიკური თვისება და პროპაგანდისტული თვისება. ზოგადად პირველი არქის ცნება და სახელმწიფო არქის ცნება ჩვენს ცხოვრებაში ესე არის შემოტანილი. ახლაც აქ რაღაც საკონტროლო პროექტები პირველ არხს და მათ შორის მუსიკალური ხელოვნება, აკუსტიკა შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მათთან. ბატონო. მაგრამ დღეს პროტესტი მათგან რაც გვინდა და გვჭირდება, აქ იმდენად პრობლემა არის ობიექტური პროპაგანდის და საგიაზრის რომ საერთოდ გაესვლებოდეს, ამას ვთხოვთ და ამის გამოა პროტესტი და ამის მომცემები ესენი არ არიან. მე რადგან უყურებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პოზიცია და ოპოზიციად, მე არ მჯერა რომ აქ თუ იარსებდეს ტელევიზია და ტელევიზია აქ წარმოდგენილი არის მუდმივად ხოლმე პროპაგანდისტულ მანქანად და მე არ მგონია რომ ამას მაყურებელიც ამ შინაარსით უყურებს ჩემი აზრით და დამკვეთით და ესე არის აწყობილი. კერძო არქი რასაც ვიმას, კერძო არქები კი ქვია, მაგრამ ისიც ცხოვრებრივი პარტიული არქებია, ყველას გვესმის და საერთოდ საბაზრო ფუნქცია ნამოვარდნილია, რეკლამით თავს არავინ არ იხჩეს. პირველი არქი ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამაზე საერთოდ დამოკიდებულებიც არ არის და სარეკლამო ბაზარი მან ნაწილში კიდევ უფრო აფუჭებს კონკურენციას და ახლა თქვენ ბევრად უფრო გაგიჭირდებათ მასთან კონკურენციაში, თქო რომ ის რესურსი ქონდეთ ხარასაც პირველ არქს აქვთ. ეს გადაცემა 6 თვეზე მეთხანს რო ექნება გარანტია ამის გექნება და ზუსტად გეცოდინება ამ შემთხვევაში ეგ ეგრე არ არის და პირველ არხთან მიმართებაში მე რასაც უყურებ ნებისმიერი ხელისუფალი რომელიც აქ მოვა BBC-ს მომწყობი აქ არ იქნება არ არსებობს ეგეთი ტიპის არც საზოგადოება ხლა არც პოლიტიკური სპექტრი მე პოლიტიკურ სპექტრში მაგ ადამიანი ნანახი რომელიც ოპოზიცია მეორე ოპოზიციონერს თვეების განმავლობაში ბლოკავს ეთერში აქ რაც არ უნდა კოალიციური ხელისუფლება მოვიდეს და რაც არ უნდა შეიმუშაონ პირველ არხზე საკუთარი წარმოდგენა თავისთავად არხის გაგება ყველა ცნებაში არის ის უნდა იყოს რაღაცა პოლიტიკური ინფორმაციის გამცემი და ის ვერ შეინარჩუნებს ვერანაირად ობიექტურად და მეორე ალტერნატივა ვიცი კოალიციის ნაწილი არ იქნება მინიმუმია რომ ის უეჭველად დაიბლოკება და იგივე პრობლემები დაარჩება და გარდა ამისა რომ ესე იქნება და ამას მე ვხედავ როცა ეს ადამიანი ოპოზიციაში როგორ იქცევიან მე არაფრით განსხვავებულად არ მოიქცევა ვინმე ჩემი აზრით ანუ იგივე პროტესტი იქნება ჩემი ოპონენტი ალბათ მეც მათთან და იმედია მათ ოპოზიციაში ვიქნები და ამის მიღმათაც ის თელი ფული რაც არის დახარჯული რო შეაჯამო და ცალკეულად იმ პროექტებზე დაიხარჯოს ცალკეულად არა ტელევიზიის გავლით რაზეც ახლა კაი ნიშან-თვისებები შეიძლება საზოგადოება აქვს კონდეს කියලා საგანმანათლებლო კულტურული თუ რა და რა ეგრე იქნება უფრო მეტად ეფექტური ჩემი აზრით ანუ შენ ზოგადად ფიქრობ რომ საქართველოში ჯერ დიდი ხანი არ გვიწერია ესეთი ვითარების შექმნა, სადაც მოახერხებს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ფუნქციის შესრულებას, რის გამოც ზოგადად არსებობს რომ იყოს ობიექტური, იყოს დამოუკიდებელი და იყოს კრიტიკული ნებისმიერი. ჩემი ეგ მექანიზმი ეგ არ არსებობს, ვიდრე ეგ არ არსებობდეს და მე იმედი მქონდეს რომ იმას კარგად გამოიყენებენ. ან ასე შემდეგ. გარანტირებულად გონია რომ ეგრე არ იქნება. ჩვენ ეხლა გადავდივართ შემდეგ მონაკვეთზე ჩვენი თამაშის ეს არის 20 წუთიანი ღია დისკუსია რომელიც როგორც გითხარით თავისუფალ რეჟიმში გაიმართება სამივეს ჩართულობით უფრო მეტად თქვენი და მე მაქვს როგორც გითხარი მოდი თან ჩავრთავ და მინდა რომ ცოტა ყურადღება ამასაც დავუთმოთ ახსენე შენს გამოსვლაში რომ როგორც ჩვენ ვიცით საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები არიან უფრო პოლიტიკურები, უფრო მეტად ინფორმირებულები და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს ეს იმისგან ხომ არ არის გამოწვეული რომ ძირითადად საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებს ის ხალხი რომელიც არიან პარტიული, ოღონდ ქართული ოცნების ამომრჩევლები და უფრო მეტი ინტერესი ხო არ აქვთ რომ უყურონ პრინციპში დღეს სამთავრობო არხს განაშემთხვევით მოგროვდნენ იქ პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები. არამედ მიზნობრივად არიან იქ, იმიტომ რომ იმ ინტერესებს იღებენ და იმ ინფორმაციას იღებენ, რომელიც მათ აწყობთ რომ მიიღონ. შეიძლება ხო უბრალოდ ანუ ამ შემთხვევაში მე კვლევა მოვიტანე ზოგადად, ანუ რომელიც 6 ქვეყანაში ჩატარდა და არა საქართველოში, ანუ ზოგადად თქვა როგორი ტიპის მაყურებელი ყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხო? საზოგადოებრივი მაუწყებლები არსებობს მთელ სოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, PBS-ი და იქ თქვა ვიზზე არის ორიენტირებული და თავის მხრივ თქვა თვითონ როგორი ტიპის მაყურებელი ყავს. ანუ ეს ვიგულისხმია მაშინ რომ თქვა უფრო მეტად პოლიტიკურად აქტიური არის, უფრო მეტად ჩართული არის სამოქალაქო ცხოვრებაში, უფრო მეტად თქვა დადის არჩევნებზე, უფრო აქტიური ასე შემდეგ, ხო? ანუ და ამაში თქვა საზოგადოებრივი მაუწყებელი
მაუწყებლის როლიც არის თქო. ანუ ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ არ ვიცნობ რაიმე ისეთ კვლევას, გარდა იმისა, ვთქვათ, რაც თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელმა ესეც ჩვენ შემთხვევაში საოცარი არის, რომ თავიანთივე შიდა მონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებული არის. ნუ ცხადია ის თანამშრომელი, რომელმაც ეს გააკეთა, ეს ჩაატარა, შემდეგ გაუშვეს, გაანთავისუფლეს, ხო? მაგრამ ხო, ნუ ესეთი ამბავიც მოხდა. ცოტნე შენ შეგიძლია რომ ხო. მე ან ცოტნესთან მაქვს არა შეკითხვა, ხო, პრინციპში კომენტარი შეკითხვა, რომ ანუ აი როცა ჩვენ საუბრობთ, თქვათ, იგივე ხელისუფლებაზე, რომ თქვათ, აქ ვერ იქნება იმ ტიპის, თქვათ, ან საზოგადოება, ან ხელისუფლება, რომელიც ვერ მიაღწევს იმას, რომ თქვათ, გქონდეს ისეთი სისტემა, რომელიც ხო თან ჩვენ ინდივიდებზე არ გვინდა, ხო, რომ ორიენტირებული ვიყოთ, ხო, რაღაც სისტემა, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება მიუკერძოებელი, ობიექტური, გამჭვირვალე, ასე შემდეგ, ხო? იგივე გერმანიაში ეს აქვთ იმით, რომ ყავთ გაცილებით უფრო დიდი სამეურვეო საბჭო, ხო, რომელშიც არიან წარმოდგენილები უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მასწავლებლები, საზოგადოებრივი წრეები, ჟურნალისტები, ასე შემდეგ. ანუ ეს საზოგადოება შემდეგ აბალანსებს იმას, რომ თქვათ ARD-ც არ იყოს, თქვათ, ისეთივე მეკრძობა. მაინც არის გარკვეულწილად, ეხლა ამას საბოლოოდ ვერ გავიქცევთ, მაგრამ იდეაში თქვათ ჩვენი მიზანი მე სამწუხაროდ არ მონაწილეობდი არჩევნებში, მაგრამ თუ გვექნება საშუალება, ეს არ არის, რომ თქვათ შევცვალოთ ზუსტად ის კონტექსტი, რა კონტექსტიც გვაქვს და მივიდეთ იმ კონდიციამდე, რაზეც თქვენ საუბრობთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვათ ეს არგუმენტი შეიძლება ნებისმიერ საკითხზე გამოვიყენოთ, ხო, რომ ანუ ჩვენი საზოგადოება მაინც თქვათ არჩევნებში თქვათ პროპაგანდის მსხვერპლი იქნება, ან რაღაცა მოსყიდვის მსხვერპლი იქნება, ან ასე შემდეგ, ან ჩაგვრის ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ხო მუდმივად შეიძლება რომ გქონდეს როგორც არგუმენტი. კი ცხადიო და ეგ არგუმენტი ხან მეტად მოგეჩვენება საინტერესოდ, ზოგჯერ ნაკლებად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი წარმოდგენით, როცა თუნდაც ბიუჯეტისად მიხედვა არის აქ მეტად განსხვავებული რა ხელისუფლება სადმე რომ ბიუჯეტს ხარჯავს იქ ნელა საცეცებს სიზდის გასაწყის შეიძლება ეგრე არ იყოს მაგრამ ეგეთი ტიპის ბერკეტი რომ დარჩეს რომ არსებობს რაღაცა საზოგადოების არქი რომელიც ბიუჯეტია დამოკიდებული იქ მე არ წარმომიდგენი რომ თუნდაც მასამეურვეო საბჭოში საკუთარი ტიპის მოლექტორი კაცი არ ყავდეთ საკუთარ ყველა სვლადი რასაც როგორც არც არ უნდა მოსამართლებზე მოფიქრდა თუ ნება არ არის შეცვლილი და გადატეხილი ამ ნაწილში ყველანაირად ახერხეს რომ იქ გაძრეს არსებულ ბერკეტშიც გაძრება და არ მინდა რომ 100 მილიონი მაგ პინაზე იტოს თორე თუ იქნება ისეთი ტიპის მოწყობა რაზეც ჩვენ საუბრობ შეიძლება მეტად ეფექტურიც იყოს არც მაგის ფული არ ჭირდება სადაც გადახედვა მოუწიოს ზოგადად მათ შორის გონია რომ ნაკლებად ინოვაციური იქნება არხი როგორც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიდრეკილი ინოვაციისკენ არ იქნება დღეს ინოვაციისკენ მიდრეკილებას აჩენს კონკურენცია და რაღაცნაირად იმის გამო რომ ბაზარზე არის შემოსული რავი YouTube, TikTok, დათასი რაც ბევრად EAP ჩდება მიდრეკილება გაქვრო ხა ის რაც არის ხო რამენერა ჩემი აზრი მაქსიმალურად გაიტანო და ასე ხარ და შეიძლება რომელიღაცა შემა ჩანაწერმა ბევრად დიდი რეიტინგი დადოს ვიდრე პირველმა არხმა. ეს სტიმული მას არ იქნება ეფექტურიც ამ ნაწილში ნაკლებად წარმომიდგენია და ზოგადად ყველა წამიერად იცვლება ეგ პოლიტიკა საერთოდ და მინდა რომ მაქსიმალურად მიგმული იყოს მაყურებელზე და ვის რას როგორ უყურებს. ხშირად მაყურებელს არ გოს რაც მე მომწონს ხო საერთოდ ხა ის ჩემს ხა იმეძე რასაც ხალხი უყურებს წარმოუდგენლობა რომ უყურებდეს, მაგრამ ეგეთი მოცემულობაა და არსებობს. მე უბრალოდ ჩემ თავს არ მიცემ უფლებას რომ იმის გამო რა მოლოდინი იქნება როგორი რაღაც ჩამოყალიბდება სტრუქტურა და სისტემა ამაზე მილიონები დღეს იდებოდეს და ფსონი დაიდოს ესეც საკითხს. მოთ აი ამას დავუმატებით იმას რაც ცოტა თქვა წინა გამოსვლაში მან თქვა რომ არ ჯერა იმის რომ 100 მილიონი 101 მილიონი უნდა იხარჯებოდეს განათლებაზე ტელევიზიის მხრიდან ამით შეიძლება ნებისმიერი პროექტი დააფინანსო აქვე დავუმატებ იმას რომ ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ქალაქი საქართველოში მაგალითად ზუგდიდი ფინანსდება დაახლოებით ყოველწლიურად 65 მილიონი ლარით იმაზე 3/4 არის ვიდრე 100 მილიონი ლარი და ესე ცალკე რო ავიღოთ და თქვათ რომ წელიწადში 65 ლარი 64 ლარი არაფერს არ გვიზამს ცხადი არაფერს არ გვიზამს მაგრამ ერთი ქალაქის რჩენა შეგვიძლია ან მაგალითად ხაშურის ბიუჯეტის გასამაგება შეგვიძლია გაუთხმაგება შეგვიძლია ქალაქის ფეხზე დაყენება აი ამაზე რას ფიქრობ რა პოზიცია გაქვს ხო ანუ მე პრინციპში შეპირისპირებას არ ვაკეთებ ხოლმე რომ თქვათ ხაშურის განვითარებაზე დაიხარჯოს თუ თქვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ზოგადად თქვათ პოლიტიკური აზრის თუ მოქალაქეობრივი აზრის ფორმირებაში დღეს მედიას რამხელა როლი აქვს ხო ანუ მეოთხე
ხელისუფლებას რო ეძახიან, მართლა მეოთხე კი არა, შეიძლება პირველი ხელისუფლებაც იყოს, თუ როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე, ხო? იმიტომაც არის, რომ თქვა, გნებავთ კერძო ინტერესი იქნება, გნებავთ ხელისუფლების ინტერესი იქნება. ამიტომ იდება ამხელა რესურსი, ხო? ჩვენთანაც და გნებავთ, რა ვიცი, ევროპაში, გნებავთ ამერიკაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ხო, ტელეიმედი, ანუ თქვენც ახსენეთ, რომ ის პრინციპში არ არის მოგებაზე ორიენტირებული, ხო? პირიქით, თქვათ, ხშირ შემთხვევაში. როგორც იცი, მარტო GDS-ი არის მოგებაზე საერთოდ. ხო, ეს ცალკე ის არის, მაგრამ რეალურად, ხო, ანუ ის დებს რესურსს, იმიტომ რომ სხვა ტიპის მოგება აქვს, ხო, ფინანსური მოგება არ აქვს, მაგრამ სხვა ტიპის მოგება აქვს და მისი მოგება არის ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ხო, და ამას თქვათ საზოგადოებამ რაღაცა უნდა დაუპირისპიროს და ამ შემთხვევაში თქვათ ის, რომ საზოგადოებას აქვს თავისი ტელევიზია, სადაც ეთქმის, რომ ეს არის ჩემი, ეს მეკუთვნის მე და აი პრაგმატულადაც, ხო, და არა თქვათ, არ ვიცი, რომელიღაცა კერძო ინტერესს, ხო, რომლისთვისაც თქვათ შეიძლება ამოსავალი წერტილი საერთოდ არ იყოს, მაგალითად თქვათ საირმეში პროტესტის გაშუქება, სადაც თქვათ ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება მიწების გასხვისებას იქ ადგილობრივ ფეოდალზე, რომელიც არის კოხოძე, ხო? და არ დავასახელებ თქვათ ტელევიზია, პრინციპი ბევრი არ არის, ხო, მაგრამ ტელევიზიებს, რომელიც თქვათ გარკვეული კომერციული ინტერესი აქვს ამ ადამიანისგან და შესაბამისად თქვათ ნაკლებად აშუქებენ თქვათ საირმის პროტესტს, ხო? და ნუ ეს მათი მხრიდან რაციონალურად გასაგები არის, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ეს ვალდებულება და ხო და მათ შორის ზუგდიდის შემთხვევაშიც ხო მას ეკუთვნის ვალდებულება აქვს. ეხლა ჩვენ როცა ვკითხეთ არსებული მაუწყებლობის ხელმძღვანელობას, მათ თქვეს რომ აი კვირის განმავლობაში 1 საათს უთმობთ რეგიონებს. ნუ ეს ეხლა დაცინვა არის ცხადია, მაგრამ თუ რეალურად საუბრობთ და იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი მარტო ეს თბილისის არის, ხო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხო? ამიტომ ამ ხრივ მე და რაც თავარია, ხო, ანუ აი ჩვენ რო შევხედოთ ეხლა დღეს კომერციული ტელევიზიები როგორ უყურებენ, თქვათ თავიანთ ტელევიზიას, ხო, ის უყურებს როგორც ბიზნესს, ხო, ანუ მისთვის ეს არის გარკვეული შემოსავლის წყარო და იმიტომაც აქვს ეს სენსაციურობის ელემენტი, ხო, რომ ანუ ის ამბავს, ხო, ანუ აი მაგალითად პირობითად ეხლა ისევ არ მინდა დასახელება, მაგრამ პირობითად თქვათ აი ნოდარ მელაძე, ხო? ანუ ის როგორც აშუქებს უნიშნულოვანეს რაღაცა საკითხებს, მაგრამ ეს ელემენტი ისე გაყვება, ხო, რომ რაღაცა მუსიკა, დაძაბულობა, რაღაცა, რომ ანუ ის ყიდის ამას, ხო? ანუ ის მისთვის ეს პროდუქტი არის და ანუ ამ შემთხვევაში პროდუქტს მომხმარებელი მოყვება, იქნებ პირველმა არხმაც გამოიყენოს ეგ სტრატეგია და უფრო მეტი მომხმარებელი მოიყენოს. არა, ხო, ანუ ამას ვამბობ, რომ ანუ ის ამბავი თვითონ, ხო, და რაღაცა სენსაცია და გარდა ამისა სიღრმე აკლია ამას, ხო, სიღრმე აკლია, იმიტომ რომ ეს ფაქტორიულად რასაც იგივე აი მოხმარებელი მოყვება იგივე ამ სერიალებს, ხო, რასაც პირველი არხი გადასარევად აკეთებს, ხო, ეხლა ჩვენ რო გამოდივართ, სულ დავცინით ხოლმე, რომ აი სერიალი გული გადის დასაწყისში, მერე კიდე რაღაც სერიალი რაღაცა და ანუ ამით აი პური დასანახაობა რაც არის, ხო, და ამ პური დასანახაობას საზოგადოებას აჩვენებენ და იმის ნაცვლად რო თქვათ იმედის ამ პირველი არხის ამ პოზიტივის მაყურებელი უყურებდეს რა ხდება ქვეყანაში, როგორი სიტყვა ჰქონდა ეხა იმას ონისე ცხადაძეს, ხო? აი მართლა გაგიჟებული დავჭი ისე, მაგრამ ამის ნაცვლად აჩვენებს რაღაცა, არ ვიცი, სერიალს. ცოტნე. ნუ მისი პოზიცია ჩვენთვის ეხა ძალიან გასაგებადია, თავისთავად ყურებადი არ იქნება პირველ რიგში რაც გადის, მისი შინაარსიც ეგ არის, რომ რაც არაპოპულარულია და თედი ეს დისტრიბუციაც მაგიტო ხდება, მაგიტო საბიუჯეტო, ის რასაც ინტერესი არ იქნება, რასაც რეკლამა არ მოყვება, ისეთი გააშუქოს და ეგ სტიმულები მოუკლას, მარკეტული, საბაზო სტიმულები, თელი შინაარსი ხა მაგაში დეს, ხო, იდეაში ხა მადლ შევეწინავდე, მაგრამ თვისობრივად არ ვეთანხმებ ზოგადად მაგას, ხო, ჩემი იდეოლოგიის და ხედვიდან გამომდინარე, რომ იმის იქით თუ მიყვები, თქვა ეხა ეგ არგუმენტი ცხადია ვალიდურია, ანუ ჩემგან ამ შენიშვნას არ მიიღოს, ხო, არც ენდომება, რომ პირველ არხის რეიტინგი იყოს მეტი ვიდრე, თქვა რაღაც მუსიკბოქსის, თქვა არ აქვს ამას მნიშვნელობა. უბრალოდ მე მაინც გონია, რომ თავარი მარეგულირებელი და გამსაზრდელი ვის რა შემოსავლა და კონდეს რა უნდა ხდებოდეს, არის პულტი და სხვა სერვისებზე განსხვავებით რაღაცნაირად ტელევიზორი და პულტი ბერად მარტივი რა შემოს რაღაცა ცდომა კონდეს, აირჩიო, რანჟირება მოახდინო, რომელერს ანიჭებ უპირატესობას. ამიტომ აქ მაინც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მგონია, რომ შენ რომ ობიექტური ინფორმაციაზე არ გაქვს სურვილი რომ და რაღაც უფრო მეტად ეს ემოცია გინდა და იქით იყურები, შენი პასუხისმგებლობა ეგ და სხვას არ აქვს პასუხისმგებლობა დაგიფინანსოს, რომ შეინარჩუნოს ისახი რომ გაყურებინოს რა არის მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაცია. ან მე ამ პასუხს ესე არ ვცნობ ზოგადად მაგიო იდეასა და იდეოლოგიასთან მაქვს პრობლემა და მეორე ნაწილი ის რაც
ეს პრობლემა დავივიწყო და თქვა მივიჩინე რომ სიკეთე არის და კიდევ ერთხელ გამეორდები და გამოყოთ ის საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა ნიშან-თვისებები, აქ უფლება ადამიანს თქვა მე მარცხენა გაგებით, ესე პოზიტიური ტიპის უფლებები ქონდა ტელევიზიის შექმნა და ტელევიზია საერთოდ არ არსებობდა, ხო ეს უფრო თქვა შექმნა, ხო ტელევიზია არ არსებობდა, როცა ადამიანს ქონდა უფლებები მისი ადამიანთან გამომდინარე, ხო და თქვა არ უყურე მაგალითად ჩემნაირად, მაგრამ უყურე თქვა პოზიტივისტურად და აქ ჩამოწვი თქვა განათლების უფლებას, მაგალითად ამ შემთხვევაში და რაღაცა შენი უნარების რეალიზაციის უფლებას, რომ ადამიანი თქვა ეს თანამედროვე ლიბერალური ხედვა რაც არსებობს, ამ უფლებების დაკმაყოფილება რითიც შეიძლება გაამართო რედისტრიბუციის თელი ეს პროექტი და სახელმწიფო დაფინანსება, ცალკეულად შეგიძლია ამით მიმართო და ის 100 მილიონი თქვა კი ითქვა რომ არ მინდა რომ ზუგდიდს გამოვიცა, მაგრამ ყველანაირ 100 მილიონს აქ ალტერნატიული დანახარჯი შეუძლებელია, ხო ხო ციური მანანა არ არის, ხო ეს ფულის რაოდენობა არის შეზღუდული და რაღაცას ეს უეჭველად დაკლია და მე მგონია გეხა ამ წამ ჩემი ოპონენტი და მისი ჯგუფისაც რომ იცი 100 მილიონი და დაფიქრდეს რის გამოც ხა პირველი არხის სურშო განავითაროს ადამიანს შესუფლებები მიანიჭოს იმ 100 მილიონს ტელევიზია რომ მოხსნა მისგან ტელევიზიოთ მიმართავს ზუსტად იმ პროექტებისთვის რაც იმ უფლებას დააკმაყოფილებს რაც მათი წარმოადგენით ადამიანის უფლება ეს პოზიტიური უფლება რომ სხვა ჯგუფს ვალდებულება კოლექტიური ადამიანს შეუქმნას რაღაცა თვითგანვითარების ეს უფლება რასაც მე არ ვეთანხმებ მე ხა ნეგატიური თავისუფლების მომხრე ვარ და მხოლოდ იმ ნაწილში გვაქვს ჩემი აზრით უფლებები რასაც საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანის ჩემ ცხოვრებაში შემოსვლა ეს არის არ დამაზიანოს არ მომპაროთ და არ ვალდებულებები მაგრამ რაც უნდა გაუკეთოთ რაც გაუკეთოშიც რომ გავყვი ამას და ვიცნობ ხა ამ იდეოლოგიას და ჩემი ერთ-ერთი ჰობია ცხადია ხო ეს ამბავი და სიამოვნებს ამაზე საუბარი იქაც მე მგონია რომ ეგო ტიპის უფლებები სხვა მხრივ პირველი არხის შემოვლით შეუძლია დაფინანსდეს და მე იმაზე ვიკამათოთ აი გოწონა ხსენა როგორც სასარგებლო შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიც იქნება ობიექტური და არ იქნება მიკერძოებული დაუშვათ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდა სიჯანსაღის ნორმებს და ასრულებს იმ ფუნქციას რის გამოც შეიქმნა და მისი შემოსავალი უბრალოდ დაფინანსება შემცირდა 5-ჯერ მაგალითად და არის 20,000 წელიწადში. ამ შემთხვევაში თუ შეიძლება შენი პოზიცია, შენი აზრით ეღირებოდა თუ არა ობიექტური ტელევიზიის არსებობის ნაცვლად 20 მილიონის დახარჯვა წლიურად. ანუ როგორც მე თავში დავიწყე, მე ცოტნე თავიდანვე როგორც პროცედურას და ჩემთვის არის რომ მიზანი რას მიიღწევა არ ამასლეს იმ საშუალებას რითიც ეს ხდება რა ხანამტომ საშუალება ჩემთვის არის სახელმწიფოს მიერ დაბეგრილი და შემდეგ გადანაწილებული ეს თანხა მე თავიდან იდეოლოგიური კონფლიქტი ამ დროს მიჩნდება და მე ხდება ეს მიზნის ნაწილში რაც იქნება მიღწეული მაგრამ მაგ მიზანიც მე შემდეგ ხარ რაც თქვი ეგ ხარ როგორი თემა იცი კაპიტალიზმზე რომ ლაპარაკობდე და ჩემ ოპონენტს მინდა სულ ეუბნებოდე რომ მე იმ კაპიტალიზმზე გელაპარაკობ რომელიც ველური კი არ არის იმ კაპიტალიზმს სადაც მე დიდარი ითვალისწინეს მის მეზობლად გაჭირებულს და მე კერძოდ ეხმარება და ახლა ოპონენტი მეტყვის რომ ნუ არ ჯერა ხო მაგის და ასე დათქმებით დავიწყოთ საუბარი რაღაცა თითქოს უკვე თემა გვაქვს ისე რომ არ მჩება რომ როგორ არ აიცოტრა ის შე რო ყველაზე მეტ აი მეც რაც ყველაზე მეტად მომეწონება დილით რომ ნარუტო გადიოდეს და თავის საღამოს ძალიან კაი საინფორმაციოდაც მეც მიმიწევენ ეგეთისაშიც სხვისი ფულის დახარჯვის მომხრე თვითონ არ ენდომებოდა ამ არხში საკუთარი შეკვეთა მიეცა და ეხლა შეგვიძლია არხი რომელიც გინდა ცალკეულად დაამატო ან ამუშავო და ფულით დაამატო თუ მაგის გადახდელი რო არ იქნებოდა ადამიანი მაგის მომხრე არ ვარ ხა 64 ლარი ახსენე ცოტა არ არის 64 ლარი თელთვის ალბათ ინტერნეტ პაკეტს იყიდი და იმდერამეს უფასოდ გაიგებ ჰარვარდის წინას ჩამოწერა ვიცი სილაბუსს ჩამოწერდა ბევრი ინფორმაციას გაიგებ ერთი თვის განმავლობაში ისე რომ რაც არ უნდა მოხდეს პირველი არხი მაგას დიდი ხანი ალბათ ვერ გაგებინეს უკვე პასუხი მაინც ის არის რომ ისეთი არხი ცოტნე ტივი რო იყოს რომელიც სახელმწიფოს მიერ მე მანდაც ვიქნები ჩემს მორალთან არასწორად რომ მე ესე მგონია ზოგადად სწორი თორე იმას კი არ ვთვლი რომ შეიძლება კაი არხი არ გამოვიდეს შეიძლება გამოვიდეს კიდევაც მე მაგას აგალთ მახა აკუსტიკას რა ვუსმენ იმის კარო არის კი ოახე სახელმწიფო ვუსმენ რა კი გადახდილია ჩემი ფული უსმენთ ხო ხა ადამიანის დადიან შეიძლება მეც არ ვიყო მომხრე რომ პირველ ახ არსებობდეს მაგრამ რა არსებობს უნდა დაუთმოს ხალხ და ამიცაც ვიყო აქციას რახან ჩემი ფული ხარჯება მოვითხოვე და უკეთესი იყოს თუ არსებობს იყოს უბრალოდ მე მინჩენია რომ ეს რაღაც ჩაიჩეხოს თავებულ და მოურჩეთ ამაზე იმას და მე შევწუხდეთ რომ რას მიხვედოთ ხალხის განათლებაზე და სხვა კუთხით ამ ბერკეტის იმედი არ გქონდეს კოტაშენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით სხვისი ფული როცა იხარჯება ერთი ადამიანის განათლებაზე თუნდაც ძალიან კარგად იყენებდა კი ბატონო ხო ანუ მე პატივს ვცემ თქვა ცოტნეს დამოკიდებულებას იმიტომ რომ თქვა იშვიათია
არის, როდესაც ვთქვათ იდეოლოგიური საფუძვლები აქვთ ხოლმე და ეს ზოგადად პარტიებს ან პარტიების წარმომადგენლებს და რაც ზუსტად მე პარტია. კი, ზოგადად ამ შემთხვევაში ვთქვათ პარტიებს ვიძახი, იმიტომ რომ მე ეს პრობლემას ვთვლის, იმიტომ რომ რთულია რომ რაღაცაზე მოვედაო, ხო, იმიტომ რომ ცვლიან მარტივად ვთქვათ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ თუ ვთქვათ რაღაცა ერთი საზოგადოების ფორმირება გვინდა და ვთქვათ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ცხოვრება, მაშინ ვთქვათ ანალოგიური ხედვით ვთქვათ ხო, იგივე შეგვიძლია მიუსადაგოთ როგორც პოლიციას, როგორც საგანმანათლებლო სისტემას, სკოლებს, უნივერსიტეტებს და ასე შემდეგ, ხო, რაც ცხადია არ იქნება მაინც და მაინც სწორი და გარდა ამისა, ვთქვათ, ჩვენ აი როცა ვამბობთ ხოლმე, ესეც პრობლემური იყო ჩემი აზრით, ვთქვათ, წინასაარჩევნოდაც, ხო, როცა ვსაუბრობთ თუნდაც ევროინტეგრაციაზე, ხო, და ვთქვათ, იქაური გარკვეული რეგულაციების მიღებაზე, ხო, მათ შორის ვთქვათ, იქაური კარგი პრაქტიკა, პრაქტიკულად ყველგან ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ესეც მოვიდა თავის გამოცდილებიდან, ხო, ისე არ ყოფილა, რომ აი ვთქვათ, და რაც თავარია, ხო, ანუ არაერთი, რა ვიცი, გნებავთ მემარცხენე, გნებავთ მემარჯვენე, გნებავთ, რა ვიცი, ჩომსკიდან დამწყებული, ვინ არ იკვლევდა, თუ რა გავლენა აქვს თანამედროვე მედია საშუალებებს ადამიანების ფორმირებაზე, ხო? ეს არის, რომ ანუ ეს ძალიან დიდი ძალაუფლება არის, თორე ის რო თქვათ, ეხა უბრალოდ ტელევიზია გქონდეს, ესე არავინ არ უყურებს, ხო? არც ირაკლი რუხაძე არ უყურებს ესე, არც თქვათ, აქეთ ვინც არის პოსტივის მფლობელი, ხო? ამიტომ ამ ხრივ საზოგადოების ფორმირების კუთხით მე ანუ არათუ თქვათ ბევრი მგონია თქვათ ის თანხა პირიქით შეიძლება არც იყოს თქვათ საკმარისი, მაგრამ ცხადია თქვათ ეს უკვე დასათვლელი არის და ადმინისტრაციულ ნაწილში მაგალითად მე მნიშვნელოვნად შევამცირებდი მათ რა თქმა უნდა ეხლა აღარ ისე გავიგერო თითქოს უმეტესაც არა შესაძლებელია თქო ეს გააჩნია საჭიროებებს და თქვათ გააჩნია საკითხებს ხო ეხლა მაგალითად ეხლანდელ მე უბრალოდ რაღაცა რომ ჩავიხედე შიგნით აი თუნდაც თქვათ ის საკითხები რაც ჩვენთვის არის საინტერესო ხო შრომითი პირობები ეხლა როდესაც აბსოლუტური ასიმეტრია არის თქვათ თინათინ ბერძენიშვილსა და რაღაც რიგით ოპერატორის შორის ანაზღაურებას შორის ბუნებრივია აქ მე კითხვები მიჩნდება ნუ აღარ ვამბობ იმ პირობებში რა პირობებშიც არიან მაგრამ ცოტნე რომ ხარ დამატებული ნუ აქ თან მეორეს ხრივ ერთი კიდე პრობლემა არის თვითონ კერძო ტელევიზიები რა მდგომარეობაში არის მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და სარეკლამო ბაზართან მიმართებაში თუ გაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაშინ ფსონი რაღაც მაგხრივიდება, აქეთ ხარის მათ შორის საჭიროებს, მაშინ კერძო სექტორს კაფეოდ შეძლოს მასთან კონკურენცია იმით, რომ მინიმუმ კერძო არიან და თავისუფალი არიან. ხო, რა ხარ მათ აქვს სარეკლამო ბაზარზე წნომა, ამ ნაწილში კიდე მეტ თავისუფლება ამიცე, რომ მოხერხებადი იყოს, რომ თქვათ მასთან კონკურენციაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მართლა კერძო ტელევიზია იყოს და ის არა, რაც დღეს ხდება. დღეს ხდება, რომ აკრძალული არის რაღაც მაგალითად. ნუ ეხლა სიამოვნებაში თავი პრობლემა დაარტყა, რომ ეს რა ისალა კაზინოზე რაღაცების რეკლამა მაგათრიად მოსპო. ოპოზიციური არხი მათ შორის იქ უამრავი რეგულაცია აღარ და მუთფილმი რო გადის ამიტომ სარეკლამო არ შეიძლება გააკეთო ბავშვთა პროდუქცია და თუ შეატყოთ მაგალითად ჩემს ბავშვობაში არსებობდა ბავშვები 400 ოთახიდან რაღაცა და მუთფილმები ეგეთი მუდმივად საერთოდ გააწყდა და საერთოდ ეგეთი ნიშანთვისებები კერძო არხმა მოიკლო იმიტომ რომ აღარ უღირს ისედაც ძალიან დაბალ შემოსავალზე და კიდე რაღაც შემეცნებითი ანიმაცია გაუშვეს რაღაც კაი პროდუქტი გაუქვს მაგას აღარ უყურებს და კიდე უფრო გათრეშავს და მიდრეკილი აქვს ამიტომ რაზე თუ ხარ შეიძლება დავზავებულიყავი ჩემ ოპონენტად რომ აქეთ ნაწილს მეტი თავისუფლება მოეცეს მაშინ რომ კერძომ თავის თვალით იხეიროს ამ კონკურენციაში მეტად თუ იქ ინარჩუნებს სახელმწიფო არხს რომელიც მასთან ისედაც კონკურენციაში შემოდის ამ იაფი ფულით დიდი მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის სანამ კითხვა მე ისედაც კი ბევრი კითხვა გკითხეთ და ჩაგეკითხეთ ხოლმე მაგრამ აკა ვიდრე გაგებადი ერთერთის პოზიციები რაღაცა რომ ჩავეკითხო რაღაცა თვითონ ხდებით რა მაინც მოქვს გადანახული რამდენიმე კითხვა და აუცილებლად დაგისვამთ მაგრამ მანამდე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ გადავამოწმოთ რომელიმე ფაქტი თუ გაჩნდა კითხვის ნიშანი მოწინააღმდეგის მიერ დასახელებულ ფაქტს შორის შეგვიძლია რომ გადავამოწმოთ თუ არა მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე მოდი გოტა ჯერ შენ გკითხავ რადგან ბოლოს ცოტნე მისაუბრა პრინციპში შეგვიძლია ჩავრთოთ დრო მე მოვიძე ინფორმაცია პირველი არხის რეიტინგთან დაკავშირებით
თუ არ ვწდები და იმედი მაქვს რომ არ ვწდები, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი კითხვა დაფეილდება. გადავამოწე. მაყურებელი პირველი არხის შეადგენს სულ 3%-ს, ანუ რეიტინგი მის არის 3%, იშვიათ შემთხვევაში 4%, რაც არის საკმაოდ დაბალი რიცხვი, ციფრი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ მივაღწევთ ობიექტურობას, პირველი არხი უფრო სწორად მიაღწევს ობიექტურობას და იქნება ჯანსაღი ტელევიზია და თავის ფუნქციას შეასრულებს, ამ შემთხვევაშიც კი მისი მაყურებელი თუ იქნება 4%, საერთოდ ღირს კი ამ ტელევიზიაზე ამდენი ენერგიის დახარჯვა, განა დაფინანსება და ამაზე საუბარი. ზოგადად ის რომ ამ ტელევიზიას უბრალოდ ყურადღება მივაქცევთ, უბრალოდ არსებობდეს თუ მისი მოგება თუნდაც საგანმანათლებლო პროგრამები, თუნდაც რაღაც ნებისმიერი მიზანი, რაც თავიდან ჩამოთვალეთ, მხოლოდ 4%-ზე გავრცელდება. ხო, ანუ ეს ისეთი კითხვა არის, რომ ცხადია თუ მას მაყურებელი არ ყავს და თუ არავინ არ უყურებს, გარკვეულ ვადაში ბუნებრივია თქვათ შეიძლება რომ აზრი დაკარგოს თქვათ ამ ოდენობის თქვათ რესურსის გაღება, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში შეიძლება რომ რაღაცები სხვანაირად გაკეთდეს, ხო, ეხლა იდეაში კარგი მაგალითი შეიძლება ამის იყოს რეალური სივრცე, რომელსაც რა ვიცი თითქოს ესეთი ამ დათვლებსაც გააჩნია ხო ამ რეიტინგებსაც გააჩნია ვინ როგორანაირად ითვლის ხო მაგრამ არა ერთი მხრივ დღეს რეიტინგი არ აქვს მე მგონი ეგ თქვა ცოტნემაც ვეთანხმები რომ ეს მისი თვითმიზანი არის ხო ამოცანა არის თუმცა მეორე მხრივ აი სერიალებით არის გატენილი მთელი მათი პროგრამა მაგრამ თითქოს აი რეალური სივრცე თქვათ აი ნაკლებად რეიტინგული იყო მაგრამ ჩვენ ხედავდით ყოველთვის რამხელა გამოხმაურება ჰქონდა ამ არხზე გასული იქნებოდა ეს სიუჟეტები გადაცემები თუ ამ არხთან დაპირისპირება ხელისუფლების მხრიდან ხო ანუ რამდენი მხარდამჭერი ყავდა ხო მათ შორის თქვათ რეგიონებიდან იქნებოდნენ ორგანიზაციებიდან თუ ასე შემდეგ ხო ამიტომ ბუნებრივია თქვათ უბრალოდ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა პრაგმატულ დროზე გათვლა ხო ანუ შეუძლებელია ვთქვა რომ რაღაცა მოკლე ვადაში ჩვენ უცბად მივახციოთ იმას რომ საკმაოდ დიდი ის გქონდეს მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ანუ რეიტინგებით დათვლა ხო ანუ მისი ასე ვთქვათ ფუნქცია და მიზანი არის ინფორმირება პირველ რიგში ხო განათლება და გართობა ეს შემდეგი არის ხო იმიტომ რომ სხვა მხრივ ყველაზე რეიტინგული ეს შეიძლება იყოს რაღაც არ ვიცი პორნოგრაფია მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც არ ვიცი სერიალები და შეიძლება იყოს ანუ აი რაც თქვი პური დასანახაობა ხო ამიტომ ჩვენ ანუ სხვა რაღაცაზე უნდა გქონდეს ჩემი აზრით სწორება და მიუკერძოებული ინფორმირება ცხადია ეს არის სამოსავალი წერტილი შეულამაზებლად ასე ვთქვათ და რაც თავია სადისკუსიო სივრცეების შექმნა ხო ანუ და არა ის რომ ვთქვათ როგორც ამ შემთხვევაში დამკვეთი უკარნახებს და ჩვენ გვინახავს ხო ეგრევე ტელევიზიები როგორ იცვლიან ძალიან მარტივად ვთქვათ მიმართებას კონკრეტულ საკითხებთან ის კი არა შეგვიძლია ვივარაუდოთ კიდევაც ხო რომელი ტელევიზია საით გადაიხრება ხო და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მოწყობას აქვს ეს ფუნქცია და ვალდებულება რომ მან შექმნას ეს სადისკუსიო სივრცე და მე მგონია რომ საუკეთესო საშუალება ამისთვის არის მაგრამ ძალიან კონკრეტულად რო უპასუხო ცხადია ხა თუ მან ვერაფერი ვერ გააკეთა და არც არავინ არ უყურებს მაშინ შეიძლება ვიფიქროთ თქვათ რაღაცა ცვლილებებზე ხო მაგრამ თვითონ იდეა არსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ის რომ ხალხს ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია ჩემთვის ეს არათუ მისაღები არის არამედ პირიქით თქვათ საჭიროც მგონია ისევ დაუბრუნდები იმას რომ რამხელა ძალაუფლებას ფლობს მედია ცოტნე რამეს ხوار დავამატებ ამ საკითხთან დაკავშირებით ან შემიძლია პირდაპირ შენ კითხვაზე გადავიდე კითხავთ გამორე თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მაინც ასეთ ცოტა რეიტინგი აქვს საერთოდ ხო ნუ მაგ შემთხვევაში პირიქით არგუმენტი ქონდა რომ დიდი რეიტინგი რო ქონდა და მე თქვა რომ რაღაც თქო და ჩვენი დაფინანსება ის ისაც ამხელა რეიტინგი აქვს მეუშვი და იყოს დამოუკიდებლად ეგ არხი თავის თავს შეინახავს ხო ამიტომ დაბალ რეიტინგი უფრო ესეთი არგუმენტია რა აქედან მხარეშო პასუხი იყოს რომ ზუსტად იმიტომ რომ დაბალი აქვს და ზუსტად რომ ამ თემას დაბალი რეიტინგი იქნება მაგრამ საჭიროებდა გონდა მნიშვნელად მიმაჩნია ამიტომ უნდა ფინანსდებოდეს თორე ბევრი რეიტინგი რო გქონდეს არ დაჭირდება დაფინანსება ამიტომ მაგ ნაწილში არა ზუსტად იმიტომაც რომ დაბალი რეიტინგი იქნება ზოგადად მე
ჩემი ხედვა არის რომ რასაც ხალხი არ უყურებს, ხალხმა პულტი დააწყოს ის ყურება უნდა და არ დავაფინანსოთ. ან ამის მერე თუ ამ არგუმენტს ახლა არ ვიღებ და მნიშვნელოვნად მაინც გონია, მე ხო ოპონენტთა კითხვი შეიძლება ამ აქვე მესმის მისი ლოგიკა რა ხა მე პირველ არხს ვერ მოვთხოვდი რაღაცა რეიტინგებს, ხო? მათ შორის პირიქით არის მაგალითად რეიტინგს რო იღებს, ხა მაგალითად პირველი არხი რაც არის ხა სოფლიო ჩემპიონატი, ეს სეტანტას უქმნის პრობლემას, სილქს უქმნის პრობლემას. აი ხლაც არის UFC-ზე ხა ორი მებრძოლი რო ყავს, ხალხის პროტესტია რომ ჩვენი კულტურა ხლა არ გვაქვს pay-per-view და რაღაც გამოიწერო უყურო. არა აქ ის და გვაყურებინა ჩვენები მათთვის არის ხა ის ნაკრები რა ის უყურებს რომ ის არის მისი ქვეყნის ნაკრები, ნაკრების თავში და მაყურებინოს რაღაცა არხმა და ხა თოფურია ის მაგას ვერ იმაშობა ხო მოითხოვა. შენს მიმართაც გავაჟღერებ კითხვას და შეიძლება აი ეს თემაც გააჟღერო ჩავთვალ 5 წუთს. როგორც ხედავთ პირველი არხი არაპირებს დანებებას, უკან დახევას და არც მოთხოვნებს საკმაყოფილებს, ამდენი ხანია მაგალითად პატიმრობის მშობლები ეთხოვენ ეთერს და თითქმის არც ერთ დათმობაზე არ მიდის პირველი არხი, მით უმეტეს არ ამგონია რომ უახლოეს მომავალში მის გაუქმება არ გაუქმებაზე საერთოდ დადგეს საკითხი. იმ შემთხვევაში თუ ესეთი მოცემულობა გვაქვს დღეს რომ პირველი არხი არაპირებს უკან დახევას, ფიქრობ თუ არა რომ ღირს მაინც საბრძოლველად რომ უკვე არსებული ესეთი ორგანო გამოვიყენოთ ჩვენი ინფორმაციის გასავრცელებლად მაინც. ანუ უფრო დავაზუსტებ, თუ ვიცით რომ ის არ უქმდება, ვეცადოთ მაინც მის გაჯანსაღებას. ზოგადად ყველაფერზე მე ჩემი ის არის რომ მოითხოვ ყველაფერს მიიღებ ბევრს, მოითხოვ ბევრს მიიღებ ცოტას ზოგადად. და რაც შეიძლება მეტი თავისუფლება ქონა ხოლმე სულიდიათ, მეტი ნიშნავს რომ სადაც რამდენსაც შეძლებ ის უნდა გააძრუნო ერთი ცხოვრება გაქვს მოცემული არ დავამდე ხა ისეთი სამყარო არ არის და ანარქოკაპიტალიზმი არ არსებობს, ამიტომ მე ხლა არ მაინტერესებს უკეთეს ეფექტურად გამიყენოს, თორემ ცხადია გიჟე ვიქნები, ხო მე მინდა რომ მე ვიყო კარგად, ჩემთვის ადამიანები და ყველა და ამასაც ხელს შეუწყობს ეფექტურად იქნება, ეფექტურობაზე ყოველთვის შეიძლება მეტი იწოვე რომ მეტად ეფექტური იყოს რაღაც სერვისი, თუნდაც სახელმწიფო მისვათ სკეპტიკური ვიყო, მაგრამ თუ არ ძებოს ის სერვისი იყოს მეტად ეფექტური. ამ კონკრეტულ ნაწილთან მიმართებაში, ამ პროტესტთან მიმართებაში, ეს პროტესტი მეტად უფრო მიმართულია ზოგადად სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომ ის წამოვიდეს დათმობაზე. ანუ ამასთან შეუგებლობის ნაწილია, თორე ხა ამ მართლა უამრავი ადამიანია, ისეთი, რომელმაც Facebook-ი რა მოიყოს და დაალაივოს, უფრო მეტი მაყურებელი იქნება ნებისმიერ მშობელს, ვიდრე ის მშობელი, რომელიც იმ ეთერში იყოს. აქ უფრო პრინციპის საკითხი სრულიად სხვა ამბავია, რომ ეს რაღაცა ეკუთვნის ამ ადამიანებს და სახელმწიფოსგან ამას ითხოვ, რომ ამ ნაწილში ეს მიიღო. ხო იგი იგივეა როგორც სამართლიანი სასამართლოს ითხოვდე და სასამართლოსთან არსებობდა იყო მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ არჩევით მოსამართლეს ემხრობი ისეს თუ ასეც, შე რა კონკრეტული სასამართლოც გაქვს ახლა, მიუხედავად ამ ყველაფერზე მაინც მიდიხარ იმ მოსამართლეს, რომელიც დასანქცირებულია, თხოვ რომ იყოს ობიექტური, მაინც, იმიტომ რომ ეგრეთ ცხოვრობთ, ხო? ამიტომ პირველ რიგში მიმართებაში მესმის ხა შეიძლება გადმოვიდეთ ჩათვალო რომ რა აზრია ხან რად გინდათ ისედაც ვინ უყურეს, მაინც არავინ არ უყურეს, მაგრამ ამ ადამიანების სტიმული მე ხლე გამგონია რომ მოსახლეობამდე 100 მიიტანენ ამით და თავარი ეგ არის რა თავარი არის იქ პრინციპი რომ შიგნით აიზღოს ადამიანი რომ რაც შენ არ გინდა თუნდაც იმ ჟურნალისტ მოასმენიოს ეგეც მიიხსენოთ და მას უყუროთ როგორც თანამდებობის პირებს ჩავთვალოთ ეგრე რა ამიტომ მე მაგ მოთხოვნის მომხრე სულ არ ჯერს ეს ვისაც ავიყო ყველასია მართლა ბოლო და როგორც ავი საკრებულო შეგიდა ადამიანს შეხვიდე რა წიხლით რა კარს ვერავინ დიკეტატოს ყველასია და შედი აგერავი შტატებში თეთრ-სახში შედის ხალხი ამის ისე რა უფლებები გაქვს ეგეთი რაღაცები შენ დაფინანსებულია და რას მეუბნები იქ როგორ შეიძლება ეგეთი ტიპის არსებობდეს ხო შეიძლება გითხრას რომ მექანიკურად დღეს ვერ ვახერხებ თქვათ რავი რაღაცის გამო მაგრამ როგორ შეუძლებელია რომ ერთი კვირა ისე ვერ გაწერე რომ ვერ ნეტა იმდენი ადამიანი იყოს ამ პროცესში ჩართული რომ ვერ ასწრებდე მათ გაშუქებას და ფიზიკურად უთხრას პირველ ნახმა რომ შეუძლებელია ხო ერთმანეთს თო სახეზე ადამიანები რომ ხედავთ ხოლმე რუსთაველთან ამ 200 რაღაც დღის განმავლობაში ყველა ადამიანის ისე გაშუქება შეეძლო ჩაოლებრივ არხს, როგორც დაგიბარებია, მაგრამ ნუ ეს რო არ არის, ზუსტად მე ეს გიბრძეს, რომ გაგრძელდეს და გაგრძელდეს კიდევ მეტად აქციები. თან ხა ყველა ჩემნაირად ხო არ უყურეს ხა მე ზოგადად სახელმწიფო სერვისებს და ჩემი ეს მიდგომა, რომელიც წლები მოყვება, ხასიათშიც მოყვება და ზოგადად იმდენად სკეპტიკური ხარ, რომ დარდით რომ ის შენი სერვისია, აღარც მაქვს ხომ, არც მაინტერესებს მომაწვდის თუ არა სახელმწიფოსია და ისედაც არ მაქვს მაგის ზოგადად ილუზიები და მენტალობის ქიშმა გადასული ხო. ადამიანები სხვანაირად სხვანაირად ფიქრობენ, ხო ის ფიქრობს რომ ის სახელმწიფო არხი უნდა იყოს თქვა აქ წვენა რომ როდესმე იქნება კარგი და თქვა მისი ხედვა კარგი არხის და ამიტომ დღესვე ითხოვს
სხვანაირად მისგან სხვა ვალდებულებას თხოვს და უფრო აქტიურად არის ამ პროტესტში ჩართული. ხალხი მე შეიძლება ვამოდე რომ მაგას ჯობია თქვა ეგეთი სიჯუიტი თქვა რომელიმე სხვა ინსტიტუციას თან ვიარო თქვა რა ვიცი ნებისმიერი სხვა რომ პირველ არხზე გასაუქმებელია რო ყვირი ვარ წლები ახლა გასაუქმებელ არხთან რომ ნაკლები სტიმული მქონოდა რომ იქ მიარა მაგრამ სხვა ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ ამიტომ მათი საქმეა ეს. მადლობა დიდი. საბოლოო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის შეჯამების დასკვნითი ეპიზოდი, სადაც თქვენ შეგიძლიათ 2 წუთი გამოიყენოთ მაქსიმუმ და მოკლედ შეაჯამოთ დღევანდელი დებატი, თუნდაც თქვენი შეხედულება, გამოცდილება, შთაბეჭდილება და ასევე ის თუ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი მხარე იყო უფრო მართალი ამ დებატში. მე დავიწყო? კი. ხო, ანუ მე ცოტა სახელმწიფოს შეიძლება სხვადასხვანაირად ვუყურებთ, ხო, ანუ პრინციპში სახელმწიფო ვართ ჩვენც და როგორც აღნიშნე, ხო, გარკვეულწილად საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შემთხვევაში დამცავი მექანიზმიც არის, იმიტომ რომ როგორც თქვი, ხო, მისი გავლენიდან გამომდინარე, არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ ტელევიზიის გავლენიდან გამომდინარე და თუ ჩვენ შევხედავთ, თქვათ, ვის ეკუთვნის კერძო ტელევიზიები და რა გავლენა აქვს, თქვათ, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, აქ ჩემთვის, თქვათ, ცალსახა არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტიპის ტელევიზია, რომელიც ორიენტირებული იქნება მთლიანად, თქვათ, ობიექტურ ჭეშმარიტ, თქვათ, მიუკერძოებელ ინფორმირებაზე, არის აუცილებელი, ხო? კიდევ ერთხელ ანუ მე ვთვლი რომ თქვათ ამ შემთხვევაში მედია და ის რასაც მედია ემსახურება ეს არ არის ბიზნესი, ეს არ უნდა იყოს ორიენტირებული თქვათ ამონაგებზე, რეიტინგზე, რაღაც თუნდაც თქვათ რაღაც კომერციულ ინტერესებზე, არამედ ხო აი მე მაგალითად თულად წარმომიდგენია თქვათ არ ვიცი ჟურნალისტები პირობითად თქვათ აი ვის ქუჩაზეც არის თქვათ ახალი საზოგადოებრივი მაუწყებელი ანა პოლიტკოვსკაია თქვათ ყოფილიყო რაღაც კომერციული ინტერესზე დამოკიდებული ან თქვათ რაღაც რეიტინგზე დამოკიდებული ხო ანუ მედიის მთავარი ფუნქცია ეს არის რომ მიუკერძოებელი იყოს და ამ შემთხვევაში ჩვენც აი მე პირადად ხო მორალურ ასე თქვათ მორალურად ზურგს მიმაგრებს ის რომ ეს არხი ჩვენ გვეკუთვნის და ამიტომაც თქვათ ვაპროტესტებთ იქ 200 დღეა. მადლობა. ცოტნე შენც რომ შეაჯამო დღევანდელი დებატი. მე ხო ნუ მედიაში გასაგები იყო ყველა არგუმენტი, ხარ არგუმენტიც მოვისმინე, მე ისე ჩემაზე ვრჩები და იმის მიღმა თუ მე როდესმე ვიყავი შემდეგი ხელისუფალების ნაწილი და ვერ მოვახერხე პირველი არხის გაუქმება, მე ღრმად მჯერა რომ ის პირველი არხი მიიღებს იმგვარ ტიპის სახეს, როგორი სახეც ახლა აქვს. არ ვიცი ხა ციდან თუ რაღაც ძალიან კაი ხალხი გამოიჭრა რაღაც სხვა პოლიტიკური დაკვეთები იყო არ ვიცი და მე თუ მაშინ ოპოზიციაში არ წავედი და ამ ადამიანთან ერთად არ ვიდექი რომელიც ითხოვე რომ ისინი გაშუქდნენ მე ვიყო რაღაც არაკაცი მე მჯერა რომელიც მომიწეს ზუსტად მაგათ ყოფნა და ეგეთი მოცემულობა იქნება და ყველა ადამიანმა მის გვერდში მიგულოს ამ ნაწილში მე ვიცნობ არსებულ პოლიტიკურ სპექტრს მე ვიცი ტელევიზიისადმი ხედვა და პერსპექტივა როგორია მე არ ვიცი ამას რა მოსპოს ამიტომ უფრო მეტად გულშემატკივარ ხომ ეს ეტევის წარმოწებას რომელიც არის რაღაცა YouTube და შეიძლება ცოტა დაკლები ხარჯით აცხოვრო რომ ნელა ამაზე უფრო დეფსონს რომ ამან ისე მოახერხოს რომ ჩაანაცვლოს ჩვენ უფრო ხა ილუზია გვაქვს რომ ძალიან ჩანაცვლებული აქვს ტელევიზია მაგრამ მაინც ეგ ჩვენ სახლებში ხდება რომ YouTube-ისთვის გვაქვს ტელევიზორი და მაინც ვეთანხმები რომ ჯერ კიდევ ტელევიზორს უყურებს ხალხი განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ რაღაცნაირად აქეთ ახარეს გულშემატკირო და თელინვესტიციას ჩავდებ, რომ YouTube-დაც გავსი კერძო წამოწყებებმა იმდენი ალტერნატივა შექმნას, რომ რაღაცნაირად ერთი მეინსტრიმული პროპაგანდა არ იყოს და იმის იქით ადამიანმა გადაწყვეტოს. თორე სხვა მხრივ მე ღრმად დარწმუნებული ვარ, ანუ ვიცი რა ხდება, როცა იქ ჩარიცხულ ფულზე ვიღაცა ჯგუფი თulis რომ მისია ბიუჯეტის თან დამოკიდებულება თუ პოლიტიკური სპექტრის სხვანაირი იქნება და მაგილა კულტურა ჩამოყალიბდება, არ ვიცი მე მაგის იმედი. არ მაქვს და როგორც ეს სპექტრი მაგას მიჩნევს, რომ ბიუჯეტის ფულად არის მიჩნევს, რომ ისი არხია და მის არხზე შეიძლება 1-2 კვირა 2 წელი კარგად მოიქცეს, მაგრამ მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ შიდა კონფლიქტებიც კი რომელიც მე ექნება თქმა, ვიღაცა რომ კოალიციას დატოვოს, თუ კოალიციური ხელისუფლება იყო, აი იმის წარმომადგენლებს პირველ არხს სულ სხვანაირად ნახავთ და საერთოდ ვერ ნახავთ. ამიტომ ან მოისპოს ეგ რაღაცა, ან არა და დარჩეს ისეთივე არაპოპულარულად როგორც არის ხალხი მაინც არ უყურებდეს იმედი. მადლობა, ცოტნე გოტა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მომზადებისთვის. მადლობა თქვენ.
ასეთი ძალიან კარგი დებატი, საინტერესო დებატის გამართვისთვის. საბოლოო ჯამში მე ესეთი დასკვნა გამომაქვს, რომ ნებისმიერ მწვავე თემაზე, ძალიან დაპირისპირებულ საკითხებზე შეიძლება ჩვენ მოყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა მხრიდან გადმოსახედი რაღაც არგუმენტები, თუმცა საბოლოო ჯამში რომელი ადამიანი როგორ გადაწყვეტს, რომელ მხარეს მიეკუთვნება, ეს მხოლოდ ფიქრით მიიღწევა, იმიტომ რომ ორივეს არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებელია, საკმაოდ ლოგიკური და გასაგებია. რომელს მიემხრობით ეგ თქვენს ფიქრზე არის დამოკიდებული და თქვენს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალში ისეთი დებატები გავმართოთ, სადაც საკმაოდ რთული იქნება გადაწყვეტილების მიღების უნარი და ესეთი ერთნიშნულოვნად სწორი პასუხი არ იარსებებს. შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში, რას ისურვებდით მომავალ კვირებში სადებატოდ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ამასაც. ცოტნე და გოტა იყვნენ ჩვენი სტუმრები დღეს. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას ყოველ ორ შაბათს 22 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე. ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. გემშვიდობებით მომავალ ორ შაბათამდე. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.